ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხაზგასმით ვამბობ. ნახეთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და არა დე-ფაქტო პრემიერი, და არა ბანდიტი პრემიერი, და არა ბიზნე ივანიშვილის პაჟი და ასე შემდეგ. არა. ეხლა ამ წუთას მე მჭირდება ასე თქმა, რომ ასე მოხსენიება ბატონი ირაკლი კობახიძისა, მისი უმაღლესობისა, ხო? ატივცემული ირაკლი კობახიძისა პრემიერ-მინისტრი რო არის იმ კაცისა. ის ამბობს, დებატი, ანუ დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. დებატის საშუალებას აძლევს საზოგადოებას, კობახიძე ამბობს. სურა ჯაფარიძე კი არ ამბობს, კობახიძე ამბობს. მოისმინოს და გაანალიზოს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა შეხედულებები და არჩევანი გააკეთოს იმ მხარის სასარგებლოდ, რომლის აზრის უფრო მართებულად მიაჩნია. სწორი ბრძანებაა მისი აღმატებულება ირაკლი კობახიძისა. სწორედ ამგვარი საყრდენით შეიქმნა ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს ხალხის მმართველობის საფუძვლებიო, ამბობს ირაკლი კობახიძე. დებატებს საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ფორმა ჰქონდა დაწყებული სახალხო შეკრებებზე, არც უნდა გამეცინოს გამართული სააკამათო მოედნებით დასრულებული სატელევიზიო დებატებით, არ უნდა გამეცინოს. მისი მიზანი კი ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების უმრავლესობას უნდა გაერჩია და გადაეწყვიტა მის ღირებულებებთან, შეხედულებებთან და მოთხოვნილებებთან უფრო ახლოს დგომი პოზიცია. რასაც ამბობს ეს ძალიან ვრცელია, ნახეთ რამდენიც ამბობს. იქ არამიას გადასცდა, მე არამიას გადმოსცდა და ასე შემდეგ საკვარ აგენტურაზე ისაუბრა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ უნდა მივცეთ უყურეთ რას ამბობს, ჩვენ ვალდებული ვართ ეს არასაჯარო ვითარება არაჯანსაღი ვითარება გამოვასწროთ, ვალდებული ვართ ქართულ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის ქართულ აგენტურას საკუთარი დღის წესრიგი მივახვიონ თავს. იმისათვის რომ მომავალში ქართულმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანის სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, ანუ აქამდე არ გაუკეთებია, კარგად არ მესმის თქვენ აღბატურებულებავ, ჩვენ უნდა მივცეთ მას საშუალება საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიაო, ამბობს ირაკლი კობახიძე. ეხლა მე აღარ დავიწყებ იმის მტკიცებას და იმის გახსენებას თქვენთვის, რომ საქართველოში ყოფი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი ირაკლი კობახიძეს და ამ ჯგუფს გამოკეტილი ყავს საპატიმროში. ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა დებატებში, თუ 10, 15, 20 პატიმარი, პოლიტიკოსი პატიმარი ყავთ. მაგრამ არ ვილაპარაკებ კვლავ ვიმეორებ ამ თემაზე. არც იმაზე ვილაპარაკებ, რომ დებატის აუცილებლობაზე ჩვენ და პერსონალურად მეც საუბრობდით სულ. მაშინაც, როცა ეს ხელისუფლება იყო კანონიერი და მას შემდეგაც, რაც ეს ხელისუფლება არის უკანონო, ანუ ჩვენეული გაგებით ბანდიტი. მაგრამ ამასაც არ ვიტყვი, იმიტომ რომ ახლა ამის თქმა არ შეიძლება იქნება და ავყვეთ ბატონ კობახიძეს. არც იმას არ ვიტყვი, რომ ტელეკომპანია იმედს ასე მაგალითად, როგორც მთავარ პროპაგანდისტურ არხს, უკაცრავად მთავარ არხს, ყველაზე პოპულარულ პროპაგანდისტური ჩათვალეთ, რომ არ მithქვამს. ასე მაგალითად ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ახლა თავისუფალია და მანამდე კი პატიმარი იყო, სთავაზობდა ბევრჯერ შესთავაზა, მოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები პირდაპირ ეთერში. ნებისმიერი კითხვა დამისვით სწორედ პირდაპირ ეთერში. არა მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძე, არამედ სხვებიც სთავაზობდნენ პატიმრობაში მყოფები, ან დღესაც თავისუფალი საპატიმროს მიღმა ვინც არის პოლიტიკოსები, კარგები, ცუდები, deep state-ის წარმომადგენლები თუ deep state-ის არაწარმომადგენლები, მნიშვნელობა არ აქვს. სთავაზობდნენ, რომ გავმართოთ დებატები TV Image თუ Tele Image-ში. და მაშინ რუხაძის არხი, ანუ კობახიძე, ამ დებატებზე თანახმა არ იყო. ერთადერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც სწორედ ბატონმა კობახიძემ ბატონ უსუფაშვილთან ერთად სწორედ იმედის ეთერში მიიღო დებატებში მონაწილეობა ბოლო უხეშად 7-10 წლის განმავლობაში. ეს ერთადერთი შემთხვევა. ყველაფერი დავივიწყოთ. სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. ხომ ასე ამბობთ
თქვენ ვაღმატებულებავ ბატონო პრემიერო, ბატონო კობახიძე. ხომ ამბობთ, აი თავარი სიტყვა დებატი, ანუ დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. ახლა მართლა ქუშაში ხო არ გავმართოთ, თუგრებას უსტაველზე გავმართოთ დებატები, არც ეს პრობლემა არ არის. მე არ ვიქნები მონაწილე. მე ვიქნები მოდერატორი. მე გეპატიჟებით პერსონალურად თქვენ ან ნებისმიერს. მოხეთ? ჩემს გადაცემაში ნებისმიერ გარეთ მყოფ პოლიტიკოსთან, რომელსაც თქვენის ნებართვით შევარჩევ მე. თქვენის ნებართვით მერქი ასე ვიტყვი, მაგრამ თქვენი ნებართვა ბუნებრივი ამაზე არ მჭირდება, ეს უბრალოდ სიტყვის მასალა, ასე უნდა ითქვას ხოლმე, ასე ითქმება ხოლმე. მაგალითად არ დავმალავ. ირაკლი კობახიძესა, დებატი ირაკლი კობახიძესა და გიგა ბოკერიას შორის. მე მაგალითად როგორც მოდერატორს ძალიან დამაინტერესებს. თუ მიიჩნევთ, რომ ირაკლი ტაბლიაშვილს უფრო გიგა ბოკერიას პოზიციები აქვს, თანაწამყვანი, ეს არ შემითანხმებია მე ფორმულას ხელმძღვანელობასთან ცხადია და არც არაფერი შემითანხმებია, მაგრამ ამის მიუხედავად ტელეკომპანია იმედიდან მოვიწვიოთ თანაწამყვანი, ანუ მე და ბატონი, რა ქვია ის ბიჭი როა, არ მახსოვს. ფუტკარაძე. მე და ბატონი ფუტკარაძე ერთად წარუძღვებით, ცოტა გამეცინა, მაგრამ არა უშავს, მე და ბატონი ფუტკარაძე წარუძღვებით. თუ გნებავთ ტელევე იმედზე მე მივალ. ბოკერიასა და კობახიძეს შორის გავმართოთ დებატები ტევე იმედზე, მარტო ფუტკარაძე იყოს, მე არ მოვალ. ფუტკარაძე იყოს წამყვანი. თანახმა ხართ? ბოკერი არის ერთი მაგალითი, ერთი თვალსაჩინო თუ დათანხმდება და მაღალი ალბათობით დათანხმდება ბოკერია აბარასიძეებს ჩემი წარმოდგენით. მაგრამ კიდევ არიან ბოკერიას გარდა სხვა პოლიტიკოსები, ბატონი ლევან ცუცქირიძე და ბატონი შალვა პაპუაშვილი ასე მაგალითად. ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი ხა მეორე ფედერალისტის დასახლება მიწევს, მაგრამ ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი და ბატონი გია ვოლსკი მაგალითად. ის სპიკერია, ის გია ვოლსკი თუ არ ვწდები. სადაც გნებავთ ტევე პირველი, რა უფლება მაქვს ტევე პირველი სახელით ვილაპარაკო, მაგრამ მაინც ტევე ფორმულა, ტევე იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ასე შემდეგ შეუშვით. ოღონდ დებატი უნდა იმართებოდეს სწორედ ამ პოლიტიკურ ძალებსა და ხელისუფლებად წოდებულ ჯგუფს შორის, ქართულ ოცნებას შორის, თქვენ აღმატებულებას შორის და არა პროქსი პარტიებსა და პროქსი პარტიების წარმომადგენლებსა და ხელისუფლებად წოდებულ ჯგუფს შორის. ანუ ვატო შაქარიშვილი თუ შაქარაშვილი თუ შაქრიაშვილი კი არ უნდა მონაწილეობდეს, ხო, ამ დებატში კობახიძე შაქარაშვილი კი არ უნდა იყოს, კობახიძე სოზარ სუბარი კი არ უნდა იყოს, ვოლსკი რაღაც დიმიტრი ხუნდაძე კი არ უნდა იყოს ეს დებატი, ხა ეს საკენკი დაუყარეთ ირაკლი ზარქუაზე. უნდა იყოს სწორედ პარლამენტს მიღმა მყოფ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც გაარიხეთ. ზოგი მათგანი გააგდეთ ქვეყნიდან, გახარია, გაქცეულია. ზოგის გაუქმებას აპირებთ. თინა ბოკუჩავა, ნინო წილოსანი, მაგალითად ვლაპარაკობ. იმედის ეთერში, პოსტივის ეთერში, მე როგორ დავდოხე პოსტივიზე და იმედზე თავი, მაგრამ რაღაცა თქვენ ბრძანებთ და თქვენი არხებია, მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ. მე პერსონალურად მე როგორც ჯერჯერობით ვარ ამ საავტორო გადაცემის ავტორი, ბევრს მოვწურ ვარ, უმრავლესობას არ მოვწურ ვარ. ვიღაცებს კიდევ უფრო მეტად არ მოვწურ ვარ და ასე, მაგრამ მაქვს ეს 1 საათი, 2 საათი ხო კვირაში. ჩემს გადაცემაში ისე რომ ხმას არ ამოვიღებ მე, თუნდაც გავალ სტუდიიდან მობრძანდით, უშუალოდ თქვენ ბატონო ირაკლი, ან ნებისმიერი პირი, შენთენგი შარბანაშვილი. და მონაწილეობა მიიღეთ იმ პირთან დებატებში, რომელსაც მე დავასახელებ რაღაცა ჩემი საავტორო გადაცემა. თუ პოლიტიკოსთან არ გინდათ ის და ის დებატი, შესაძლოა არ გინდოდეთ, თუმცა აქედან ეს არ გამოსჩვივის, არ ჩანს. მე ვიქნები თქვენი ოპონენტი. უფრო ზუსტი რომ ვიყო ოპონენტი მთლად არა, მაგრამ hard talk-ი გავაკეთოთ. აი, მე დავსვა მძიმე კითხვებს, ის კითხვებს, რომლებიც არ მოგისმენია თქვენ ტევე იმედზე. თქვენი იქნები გამზადებული იქნებით ჩემს პირდაპირ სავარძელში და იმ კითხვებს მოისმენთ ჩემგან. ერთი და იგივე კითხვით შეიძლება მოგმართოთ 7 ჯერ. არ გინდათ ჩემთან? ახო სანაია, გიორგი თარგამაძე, ნინო ჟიჟილაშვილი, მათ მაგირად მე ვერ ვილაპარაკებ. მე ხუთე მხრივი არ მისაუბრია თქვენ ახმა ხარ თუ არა, გიორგი შენ რო პრინციპში მოვიდე შენთან, გიორგი კობახიძე კი რა ირაკლი კობახიძე არ მიკითხავს მე ეს გიორგი თარგამაძე თუ ახო სანაია ნინო ჟიჟილაშვილისთვის, ხო? მაგრამ მაღალი ალბათობით ვარაუდობ რომ თანახმანი იქნებიან. დასხედით და ილაპარაკეთ.
თანახმა ხართ? მე მგონი რომ არა. მე მგონი რომ თანახმა არა ხართ. ეს არის ჩემი მოსაზრებით საკუთარი თავის დემოკრატად წარმოჩენის ჩემი მოსაზრებით უბადრუკი მცდელობა. თუმცა ვნახოთ საქმემან შენმან წარმოგაჩინოს. აგე აღდგომა და ხვალეო. გელოდებით. ტელეფონის ნომერი პერსონალურად ჩემი? ითხრეთ. ეკნებათ ეგ. ვიღაცებს. მაგალითად, ბატონ ვოლსკის ნამდვილად აქვს. დამიკავშირდით.